ნაყენი სასარგებლო პროდუქტია, თუ მას ზომიერად მივირთმევთ, თუმცა ის შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს ჯანმრთელობისთვის მაშინაც, როცა ზომიერება დაცულია, მაგრამ ნაყენია უხარისხო. რა შეიძლება შედიოდეს უხარისხო ნაყენის შემადგენლობაში? ხარისხიანი ნაყენი არ უნდა იყოს მცენარეული ცხიმები დამზადებული. ცხოველური რძის მაგივრად ასეთ პროდუქტში პალმისა და ქოქოსის რძია, რომელიც ერთი შეხედვით საფრთხეს არ წარმოადგენს ჯანმრთელობისთვის, თუმცა იმისთვის, რომ მცენარეული თხევადი ცხიმები გამყარდეს, სპეციალურ პროცესს გადის, რომლის შედეგადაც ტრანსცხიმები წარმოიქმნება. ტრანსცხიმები ეს არის ცხიმოვანი პროდუქტები, რომლებიც ჩვენს ორგანიზმში იწვევს სხვადასხვა ქიმიურ რეაქციებს, განსაკუთრებით პირველ რიგში რასაც აზიანებს ეს არის ჩვენი ღვიძლი, რომელიც არის მთავარი ქარხანა, ასე ვთქვათ, რომელიც ამუშავებს ან ცხიმებს და გამუშავების პროცესში ვითარდება ცუდი ცხიმების წარმოშობა ორგანიზმში, რაც შემდგომში იწვევს ათეროსკლეროზულ ცვლილებებს პირველ რიგში სისხლძარღვში, ამის შედეგად ზიანდება გულსარღვთა სისტემა, რისკდება რისკი გულის ისჩემიური დაავადების, ისჩემიური ინსულტების, ინფარქტების, ასევე ჰემორაგიული ცვლილებებისაც და იცვლება ზოგადად სისხლში ცხიმების შემცველობა, რაც შემდგომში აისახება არა მარტო გულსარღვთა სისტემაზე, არამედ თირკმელზეც, თვალზეც, მხედველობაზეც იქნება პრობლემები ხოლმე. არ არის აუცილებელი ნაყენში, რომელიც მცენარეული ცხიმებითაა დამზადებული, ტრანსცხიმებიც იყოს, თუმცა ამის ალბათობა დიდია. ამიტომ დააკვირდით ეტიკეტს და წაიკითხეთ. თუ ნაყენის შემადგენლობაში მხოლოდ ცხოველური წარმოშობის ცხიმებია, მასში ვერ იქნება ტრანსცხიმები, ანუ ასეთი პროდუქტი ხარისხიანია. ქართული კანონმდებლობა მწარმოებელს არ ავალდებულებს პროდუქტში მიუთითოს ტრანსცხიმების შემადგენლობა, თუმცა ცხოველური ცხიმებისგანაა დამზადებული პროდუქტი თუ მცენარეულისგან, ამის ვალდებულება მწარმოებელს აქვს. მიუხედავად ამისა, არაკეთილსინდისიერმა მეწარმეებმა შესაძლებელია მოიტყუონ და მცენარეული ნაყენი რძისგან დამზადებულ პროდუქტად გაასაღონ. ასეთი ფალსიფიკაციის გამოსავლენად შეიძინეთ ნაყენი და დადეთ ოთახის ტემპერატურაზე. კარგი ნაყენი არ გალღვება მალე, ის ლღობას 10 წუთის შემდეგ დაიწყებს. გარდა ამისა, დააკვირდით დნობის პროცესს. თუ ნაყენი გადნობის შემდეგ არაერთგვაროვანია და წყალით ცალკე გამოყო, ასეთი ნაყენი დიდი ალბათობით მცენარეული ცხიმებისგანაა დამზადებული. ნიშნულოვანია ნაყენის შენახვის პირობებიც. მაღაზიაში ის უნდა ინახებოდეს -18 გრადუს ტემპერატურაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია გაფუჭდეს. ამიტომ კარგად დააკვირდით ნაყენს. მას არ უნდა ჰქონდეს ფორმა დაკარგული, რადგან ფორმა დაკარგული ნაყენი მის არასწორად შენახვის პირობებზე მეტყველებს. სასარგებლო თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ნაყენის ფერის გათვალისწინება. თუ თქვენ ვანილის ნაყენი გიყვართ, არავითარ შემთხვევაში არ შეიძინოთ, თუკი ის ქათქათა თეთრია, რადგან ნატურალური ნაყენი რძის ფერი უნდა იყოს. ასევე ყურადღება მიაქციეთ ხილისგან დამზადებულ ნაყენს. არავითარ შემთხვევაში ხილის ნაყენი არ უნდა იყოს მკვეთრი ფერი. არჩევანი ღია, ბაცი ფერის ნაყენებზე შეარჩიეთ, რადგან სიმკვეთრე პროდუქტში საღებავის არსებობაზე მეტყველებს.